მოგესალმებით, გამარჯობათ. ეს არის ჩვენი შემდეგი ეპიზოდი და დღეს სტუმრად ვართ ქართულ კრიპტობირჟასთან, ეს არის CoinMania, რომელიც ძალიან საინტერესო სერვისებს თავაზობს თავის მომხმარებლებს. მოდით გავიგოთ დეტალები ამ კომპანიის შესახებ. რათული გამარჯობა, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის და თუ შეიძლება მოგვიყევით CoinMania-ზე და რა სერვისებს თავაზობს თავის მომხმარებელს. მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. CoinMania უკვე 8 წელზე მეტია ოპერირებს ბაზარზე, როგორც ვირტუალური აქტივების მომსახურე პროვაიდერი. ჩვენ მომხმარებლებს ვაძლევთ შესაძლებლობას იყიდონ, გაყიდონ, გადაცვალონ და გადარიცხონ სხვადასხვა კრიპტოვალუტა. ესეთი კრიპტოვალუტები ძირითადად ყველაზე მოთხოვნადია, მათ შორის არის Bitcoin, Litecoin, Ethereum, Tron, Shiba და ბევრი სხვა. გარდა ამისა, CoinMania-ს აქვს ასევე თავისი სტაბილ კოინები, ეგრეთ წოდებული, რომელიც ევროს, ლარის და დოლარის ექვივალენტია. 8 წელზე მეტია, როგორც აღნიშნა, კომპანია ოპერირებს ბაზარზე. ჩვენი ბიზნესი შეიძლება ითქვას, რომ ორი ესე ვთქვათ ადამიანით დაიწყო და დღეს უკვე 50-ზე მეტ ერთგულ და წარმატებისა და ესე ვთქვათ განვითარებისკენ ორიენტირებულ ადამიანებს ვაერთიანებთ და ვემსახურებით ჩვენს მომხმარებელს, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გქონდეს მათთან მუდმივი კომუნიკაცია და საბოლოო ჯამში, ასე ვთქვათ, მათი მოთხოვნები აბსოლუტურად ავითვისოთ და შევასრულოთ. თათული ელექტრონული კომერციის ბიზნესებს კონკრეტულად რა სერვისებს თავაზობთ, უფრო დეტალურად რომ მოგვიყვე. E-commerce თავაზობთ. მომხმარებლების ახალი სეგმენტის ათვისების შესაძლებლობას, რაც მოიცავს კრიპტო მომხმარებელს. მომხმარებლებს ვაძლევთ შესაძლებლობას კრიპტოთი გადაიხადონ, კრიპტოს კონვერტაციით გადაიხადონ თანხა, ბიზნესმა კი მყისიერად მიიღოს ლარი თავიანთ ანგარიშებს. ანუ ეს ბოდიში საკმაოდ ისეთი რა დიდი ბაზარია რა, არ არის პატარა ბაზარი რა. საკმაოდ. ჩვენს შემთხვევაში ჩვენი მომხმარებლების რაოდენობა დღეის მონაცემებით 120.000-ზე მეტია. და საკმაოდ მზარდია ეს ბაზარი, ძალიან ასე ვთქვათ, ბევრი ადამიანი დღითიდღე ინტერესდება, ცნობადობა იზრდება, დაინტერესებაც მით უფრო მეტი ხდება, რაც დრო გადის და ასოციატის მომხმარებელი არ გულისხმობს მხოლოდ ასე ვთქვათ ჩვენს მომხმარებლებს. შეიძლება ითქვას, რომ ზოგადად კრიპტო მომხმარებელი შეგვიძლია მივიჩნდეთ ჩვენს მომხმარებლად, იმიტომ რომ ზუსტად იგივე შესაძლებლობები ექნებათ, რაც ჩვენს მომხმარებლებს. თუ ვთქვათ, სხვა პლატფორმაზე ექნებათ კრიპტოვალუტა, შესაძლებელი არის, რომ რამდენიმე წამიანი რეგისტრაციის შემდგომ ჩვენს პლატფორმაზე გადმოიტანონ თავიანთი კრიპტოვალუტა და გადაიხადონ მყისიერად. მომხმარებლის მხარეს თავისი ბენეფიტები აქვს, ბიზნესის მხარესაც დამატებითი ბენეფიტები და ამას მეტაპობრივად, ასე ვთქვათ, ჩავშლით და მოვყვებით. ბიზნესის მხარეს მაინტერესებს, ერთ-ერთი ბენეფიტი არის თუ არა ის, რომ ტრადიციული გადახდასთან შედარებით, მაგალითად შეიძლება იყოს უფრო სწრაფი, ხო? ასევე ხარჯიც უფრო ნაკლები იყოს, როცა ხდება კრიპტოს კონვერტაციით გადახდა, ხო? ამაზეც უფრო დეტალურად რომ ვისაუბროთ, რა უპირატესობები აქვს. კი ბატონო, ჩვენი პროდუქტის შემთხვევაში გახავთ ციფრული ტერმინალი, რომლის ისე ვთქვათ რაოდენობა შეზღუდული არ არის და ბიზნესს რა რაოდენობის ტერმინალიც დაჭირდება, შეგვიძლია რომ დაუგენერიროთ ძალიან მარტივი პროცესით. რაც შეეხება ბენეფიტებს, ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი ვფიქრობ ეს არის 0%-იანი დანახარჯი, ანუ 0% საკომისიო ბიზნესისთვის, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ ვთქვათ კონკრეტული თანხა ღირს პროდუქტი, ზუსტად იგივე თანხას იღებს ბიზნესი მყისიერად რამდენიმე წამში შეიძლება იყოს. ძალიან მაგარი. იმიტომ რომ აი უმეტესობა e-commerce-ებისთვის სერიოზული პრობლემაა ის პროცენტი, რაც ნუ დღეს ბაზარზე არის რა. ეგ თუ იქნება დაბალი ან 0. კი, ჩვენი მთავარი მისია რეალურად CoinMania-ს არის კრიპტოს გავრცელება და გამოყენება ყოველდღიურ ევროპაში და ზუსტად ამისთვის შევქმნით რეალურად ეს პროდუქტი, რომ მომხმარებლებს ერთის მხრივ მივიცეთ შესაძლებლობა, რომ თავისი კრიპტოვალუტა გამოიყენონ ყოველდღიურ ევროპაში, ასე ვთქვათ, დახარჯონ, ხოლო ბიზნესებს მივიცეთ შესაძლებლობა, რომ გარდა იმისა, რომ ვთქვათ, ახალი სეგმენტი აითვისონ, ასევე კონდეთ, ასე ვთქვათ, დამატებითი ბენეფიტი და სიახლეები შესთავაზონ თავიანთ მომხმარებლებს. კი, და ნუ რეალურად ძალიან დიდი კონკურენტული უპირატესობაა. რა თქმა უნდა რა. კი, საოპერაციო მიმართულებით რა გამოწვევები არის ინტეგრაციასთან დაკავშირებით მაინტერესებს, როცა გადახდის ახალ სისტემას აინტეგრირებთ ხოლმე, რამდენად მარტივად მინდის ეს პროცესები. იმისათვის რომ ბიზნესმა დანერგოს ეს პროდუქტი, პირველი ეს არის მნიშვნელოვანი, რომ გაიაროს რეგისტრაცია ჩვენს, ასე ვთქვათ, პლატფორმაზე და მეორე,
ეგრეთ წოდებული ანგარიშის შექმნას გულისხმობ რეგისტრაციაში და მეორე ეს გახლავთ ინტეგრირება, ასე ვთქვათ, ტექნიკური, რაც ჩვენი მხრიდან ძალიან მარტივად და სწრაფად ხდება ხოლმე, როგორც წესი და რაიმე ტიპის შეფერხებები არ გვაქვს ხოლმე. გარდა ამისა, აქვე დავამატებ, რომ გვაქვს საფორთი 24 საათიანი, რაც გულისხმობს იმას, რომ მუდმივად, ასე ვთქვათ, ყველა ბიზნესს ვუჭერთ მხარს და ჩვენი დამატებითი, ასე ვთქვათ, ბენეფიტია. თათული, მაინტერესებს რამდენად უსაფრთხო არის კრიპტოტრანზაქციები და უშუალოდ როგორც მომხმარებლისთვის, ასევე ბიზნესისთვის. მადლობა ამ შეკითხვისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს დროში ბლოკჩეინ ტექნოლოგია რეალურად ყველაზე უსაფრთხო ტექნოლოგია, შეგვიძლია ვთქვათ თამამად, რომ რა თქმა უნდა, ძალიან უსაფრთხოა დღევანდელ, ასე ვთქვათ, მოცემულობაში კრიპტოვალუტა. როგორც ბიზნესის მხარეს, ასევე რა თქმა უნდა, მომხმარებლის მხარეს და ჩვენ აბსოლუტურად სრულად ვიცავთ ყველა იმ რეკომენდაციას, რაც გვაკისრია. კანონით რაც არის გათვალისწინებული, ხო, ეჯვარება პარადა, რომ როგორც ლიცენზირებული კომპანია, ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვართ, ასე ვთქვათ, ეროვნულ ბანკთან კი ხაზზე. ყოველდღურად მათვე თანამშრომლობით და აბსოლუტურად ყველა რეკომენდაციას და მათ ასე ვთქვათ სურვილებს ვითვალისწინებთ. კი, რეპუტაციულადაც თქვენ კომპანიას ისეთი კაი რეპუტაცია აქვს, რომ ძალიან გვიხარია, კი, სანდოების თვალსაზრისითაც გრძნობთ ამას. ძალიან საინტერესო არის რეალურად შედეგები უკვე თუ შეგიძლიათ რა თქმა უნდა საუბარი როგორია, რამდენი მზარდი არის ეს მიმართულება. დრესაპის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, იქიდან გამომდინარე, რომ ახალი, ასე ვთქვათ, დაპარტნიორებული ვართ ამ კომპანიასთან და ჯერჯერობით კომუნიკაცია არ გვქონია სხვადასხვა არხებზე ამ ნაწილში და მხოლოდ ჩვენს მომხმარებლებს მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ შეუძლიათ კრიპტოთი გადახდა დრესაპის სხვადასხვა მაღაზიებში. ამის მიუხედავად იყო ისეთი რამდენიმე მნიშვნელოვანი ტრანზაქცია, რომელიც ჩვენთვის ძალიან სასიხარულო იყო და ვფიქრობთ, რომ რაც უფრო მეტი იქნება, ასე ვთქვათ, ჩართულობა და კომუნიკაცია ჩვენი მხრიდანაც და მათ შორის დრესაპიდანაც, მით უფრო მეტად გაიზრდება ეს ტრანზაქციები და ჩვენ საბოლოო ჯამში იმედი გვაქვს, რომ დადგება ის დრო, როდესაც მომხმარებელი ფულს ჩაანაცვლებს რეალურად ციფრული ფულით და შეიძლება ითქვას, რომ საბოლოო ჯამში ამ გზას ვადგავართ, თუნდაც მაგალითისთვის რომ მოვყვავ, ვთქვათ, ბანკებმა ეს გზა ნაწილობრივ გაიარეს. თუ ადრე ფიქრობდით, რომ ქეში იყო მნიშვნელოვანი და ვთქვათ, მონეტა იყო ეს თუ ქაღალდი ხელით უნდა შეხებოდა მომხმარებელი, ეხლა რეალურად ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ არის ყველაფერი ციფრული, ბარათით ვიხდით ან სხვადასხვა საფულეებით. ქეში უკვე დიდი ხანი აღარ მქონია საერთოდ. კი, ეგრეა და რეალურ ცხოვრებაში ვფიქრობ, რომ რაღაც ეტაპზე და ძალიან მალე ალბათ დადგება ის დრო, რომ საერთოდ აღარ დაგჭირდება ქეშის გამოყენება. ახლა ასეთ ვისე გვჭირდება ხოლმე და ზუსტად მაგისკენ მივდივართ ჩვენც, რომ მომხმარებლებს შესაძლებლობა მივცეთ, რომ ეს კრიპტოვალუტაც ზუსტად ისევე გამოიყენონ, როგორც ახლა ჩვენ ვიყენებთ, თქვათ ამ ფულს. ნუ ფულის მომავალიც კრიპტოვალუტა არის, რეალურად ესე არის. კი, რა ფულის მომავალი ნამდვილად არის კრიპტო. მაგის გარდა კიდევ საქართველოს და გლობალურ ბაზარზე რა ცვლილებებს, ტენდენციებს ხედავთ თქვენ, რა იქნება მომავალში, რასაც ფიქრობთ, რომ განვითარება ექნება როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო ბაზარზე? ამ ნაწილში იქიდან გამომდინარე, რომ თუნდაც საქართველოს ვთქვათ ბაზარს რომ დავაკვირდეთ, საკმაოდ მზარდია ტენდენცია მოთხოვნის თვალსაზრისით. დღითი დღე ჩვენს ასე ვთქვათ პლატფორმაზეც იზრდება მომხმარებლების რაოდენობა. გარდა ამისა, სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმებსაც რომ დავაკვირდეთ და ზოგადად სტატისტიკებს და ანალიზებს, მთელს მსოფლიოში ძალიან დიდი მოთხოვნა და ინტერესი არის ზოგადად კრიპტოსამყაროსა და კრიპტოვალუტების მიმართ, თან განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ასე ვთქვათ ტრამპი მოვიდა და ვფიქრობთ, რომ ტენდენცია იქნება, ასე ვთქვათ, მუდმივ რეჟიმში მზარდი. და შესაბამისად ეკონომიკური და პოლიტიკური მოვლენები, როგორც წესი, ძალიან დიდ გავლენას ახდენს ხოლმე ვირტუალურ აქტივებზე. თათული, ესეთი კითხვა მაქვს რა, კრიპტო, ზოგადად რა კრიპტო ბაზარი, ასე ვთქვათ, არის ძალიან დიდი და საინტერესო. ჩემთვის ცოტა უცნაური არის ქართული e-commerce-ები რატო აქტიურად არ იყენებენ აი ამ სეგმენტს, ასე ვთქვათ რა. მე მაინტერესებს, რომ რა უნდა გააკეთოს მაგალითად ბიზნესმა, რომ ხვალ თქვენთან ჩაერთოს, გამოიყენოს თქვენი მომსახურება.
პირველ რიგში ალბათ ყველაზე ესეთი მთავარი და მნიშვნელოვანი პრობლემა, რასაც ვაწყდებით და დაძნებული ვარ არა მხოლოდ ჩვენი ზოგადად ბიზნესები, ვინც ინოვაციებს ნერგავენ და გეგმავენ, ძალიან გვიჭირს ასე ვთქვათ ადაპტირება ახალ ინოვაციურ პროდუქტებთან და სწორედ ეს არის ხოლმე მთავარი მიზეზი, რის გამოც ასე ვთქვათ დიდ ინტერესს ვერ გვწნობთ ჯერჯერობით ამ პროდუქტის მიმართ. სანდოობის ნაწილში არის პრობლემა, კი, სანდოობის ნაწილში, იმიტომ რომ როგორც კი კრიპტო, ესე ვთქვათ, ისმით ავტომატურად ცოტა უცნაური, ასე ვთქვათ, რეაქციები მოყვება ხოლმე ამას, მიუხედავად იმისა, რომ ვთქვათ, ვართ კვალიცენზირებული კომპანია, 8 წელზე მეტია ვართ ბაზარზე, საკმაოდ ცნობადი და სანდომიანი კომპანია, ამის მიუხედავად მაინც უჭერთ ხოლმე ამ სიახლეების და ინოვაციის მიღება ბიზნესებს. თუმცა არიან ადამიანები და არიან ბიზნესები, ვინც ეგრეთ წოდებული early adapterები არიან და წამოყვნენ ამ ამბავში, იმიტომ რომ ეს არ არის რეალურად დღევანდელი ჩვენ ვფიქრობთ, რომ კრიპტო არის მომავალი და სწორედ ასე ვთქვათ, ამ მომავალში შებიჯება არის ჩვენი მთავარი ერთ-ერთი მიზანი და ამ გზას მიუყვებით შეიძლება ითქვას. კარგი, აი რა უნდა გააკეთონ ახლა ბიზნესებმა, რომ ვთქვათ, ხვალ ჩაერთონ თქვენთან? რა ნაბიჯებია ამისთვის საჭირო? E-commerce-ის ნაწილში ძალიან მარტივია, ჩვენს ესე ვთქვათ, პლატფორმაზე გაივნიან რეგისტრაციას და ესე ვთქვათ, ტექნიკურ ინტეგრაციას გავაკეთებთ მოკლეს დროში, ანუ ამ ნაწილში საკმაოდ მარტივი პროცესია. რამდენხნიანი პროცედურაა დაუშვათ რა, ანუ ალბათ KYC უნდა გაიარონ და ასე შემდეგ. დაახლოებით დროში რო გამოსაზღვროთ, ცოტა რთულია, მაგრამ ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწრაფად მოგვეწვდის KYC კითხვას, უკვე შევსებულ მდგომარეობაში და სხვადასხვა დოკუმენტაციას თვითონ ბიზნესი, შეიძლება ეს ასე ვთქვათ, onboarding-ის პროცესი ერთ დღეშიც დასრულდეს. სამავალ გეგმებზეც რომ გითხრა, რა ცვლილებები არის დაგეგმილი და საქართველოს ფარგლებს გარეთაც თუ აპირებს CoinMania გასვლას. ჩვენ სამავალ გეგმებს რაც შეეხება, პირველ რიგში ასე ვთქვათ, არსებულ პროდუქტების განვითარებაზე და დახვეწაზე ვმუშაობთ და ჩვენი მომხმარებლების ასე ვთქვათ, ფიდბექებს ვითვალისწინებთ. სწორედ ამიტომ ყველაზე ესეთი მნიშვნელოვანი და მთავარი რაც არის ის, რომ აპლიკაციას გავუშვებთ მალე. ეს არის მთავარი ჩვენი სამავალ გეგმები. დანარჩენზე ამ ეტაპზე არ ვისაუბრებ, თუმცა რა თქმა უნდა, მუდმივ რეჟიმში ვფიქრობთ და ვზრუნავთ განვითარებაზე და ეტაპობრივად სხვადასხვა ინფორმაციებს აუცილებლად მიიღებს ჩვენი გულშემატკივარი და ჩვენი მომხმარებელი. რომელ e-commerce ან e-commerce-თან დაკავშირებულ კომპანიას ისურვებდით რომ ნახოთ ჩვენს შემდეგ ეპიზოდებში? თავისი ბიზნეს მოდელიდან გამომდინარე, ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ალბათ Wellstory, თუმცა Wellstory-ის გარდა ბევრი e-commerce პლატფორმა არის, მაგალითად Bolt-ი და კიდევ ბევრი სხვა, რომ აღარ გავაგრძელო, ეს ორი არის ესე ვთქვათ, პირველი რაც გამახსენდა და ყველაზე ესეთი მნიშვნელოვანი და საინტერესო e-commerce-ი ჩემთვის. კი ბატონო, გავითვალისწინებთ. ძალიან დიდი მადლობა მონაწილეობისთვის ჩვენს გადაცემაში და ბევრ წარმატებას გისურვებთ. მადლობა, წარმატებები. პირიქით, თქვენ მადლობა ამ შესაძლებლობისთვის და გისურვებთ ასევე წარმატებას. ვფიქრობთ, რომ რაღაც წეს თქვათ ძალიან ცოტა წილს შეიძლება, მაგრამ რაღაც წილს ჩვენც ვიღებთ თქვენი მიმართულების განვითარებაში და ზუსტად ეს არის ესე ვთქვათ რეალურად ჩვენი პროდუქტის არსიც, რომ ბიზნესებს, მათ შორის e-commerce მივცეთ დამატებითი შესაძლებლობები, როგორც მომხმარებლის მხარეს, ასევე როგორც ბიზნესის მხარეს. მადლობა კიდევ ერთხელ. დიდი მადლობა თქვენ. მადლობა.